გამარჯობა ბავშვებო. დღეს ჩვენ უნდა წავიკითხოთ ამბავი გრუფალოს შესახებ. სინცნა შემოგვიერთდე? დაჭიქი მაშინ ბოდარა. მე მგონი ქოფით შემოგვიერთდება. დაწექი ქოფი? აჩა. ქოფი. ქოფისთან ერთად ვკითხულობთ. ტყეში თაგვი მელა შეხვდა. მელა იყო მშიერი. მელა იყო მშიერი და თაგუნა გემრიელი. წამომყევი თაგუნია, ჩემს სოროში მეწვიე. მარტო ხომ არ ვისაუზმე? წამოდი და მეწვიე. როგორ არ წამოყვებოდი, მაგრამ არამცალია. გრუფალოს რომ არ ვეწვიო, ეწყინება ძალიან. რა გრუფალო, რის გრუფალო? რა, არ გაგიგონია? ოჰოჰო, რა ნადირია, ოჰოჰო, რა ღონი აქვს. საშინელი ეშვები და საშინელი კლანჭები, საშინელი ღრჯოლები და საშინელი ღრანჭები. რა ადგილას უნდა ნახო? აქვე ლოდთან დავხვდები. იცი რა საჭმელი უყვარს? მელაკუდას მწვადები. მელაკუდას მწვადებიო? მე წავედი თაგუნა. იცი როგორ მეჩქარება? და მელიამ გაკურცხლა. მოგატყუე მელაკუდა, შეგაშინე, პირღიავ. გრუფალო ხომ არ არსებობს, მეც კი არ გამიგია. ცოტა ხანში ჭოტი შეხვდა. ჭოტი იყო მშიერი. ჭოტი იყო მშიერი და თაგუნა გემრიელი. წამომყევი თაგუნია, ჩემს ბუდეში მეწვიე. მარტო ხომ არ ვისადილებ? წამოდი და მეწვიე. როგორ არ წამოყვებოდი, მაგრამ არამცალია. გრუფალოს რომ არ ვესტუმრო, ეწყინება ძალიან. რა გრუფალო? რის გრუფალო? რა, არ გაგიგონია? ოჰოჰო, რა ნადირია, ოჰოჰო, რა ღონი აქვს. თითო მუხლზე, თითო კორძი, ფეხებზე ხომ ჭყალები. ცხვირის წვერზე მუწუკი და შიგ, ვაი რა შხამები. რა ადგილას უნდა ნახო? რუსთან დაველოდები. იცი რა საჭმელი უყვარს? ჭოტის კრემის ტორტები. ჭოტის კრემის ტორტებიო? ვაი, დედა, რა ვქნა? გავიქცევი თაგუნია და ჭოტუნა გაქრა. მოგატყუე ჭოტუკელა, შეგაშინე პირღიავ. გრუფალო ხომ არ არსებობს, მეც კი არ გამიგია. ცოტა ხანში გველი შეხვდა. გველი იყო მშიერი. გველი იყო მშიერი და თაგუნა გემრიელი. წამომყევი თაგუნია და ჩემს ხრელში მეწვიე. მარტო ხომ არ ვიქეიფე? წამოდი და მეწვიე. როგორ არ წამოყვებოდი, მაგრამ არამცალია. გრუფალოს რომ არ ვესტუმრო, ეწყინება ძალიან. რა გრუფალო? რის გრუფალო? რა, არ გაგიგონია? ოჰოჰო, რა ნადირია, ოჰოჰო, რა ღონი აქვს. თვალები სტაფილოსფერი, ენა კუპრი შავშავი. ეკლები აქვს ისფერი, გეგონება ნარშავი. რა ადგილას უნდა ნახო? აი, ტბორთან დავხვდები. იცი რა საჭმელი უყვარს? გველის ენის ქადები. გველის ენის ქადებიო? გავგიჟდები, მოვკვდები, აბა კარგად. და გველუკა გაშრიალდა მორებში. მოგატყუე გველუკა, შეგაშინე პირღიავ. გრუფალო ხომ არ არსებობს, მეც კი არ გამიგია. ვაიმე, ეს ვინ მოდის? ვისაცხია საშინელი კლანჭები, საშინელი ღრჯოლები და საშინელი ღრანჭები. თითო მუხლზე, თითო კერძი, ფეხებზე ხომ ჭყალები. ცხვირის წვერზე მუწუკი და შიგ, ვაი რა შხამები.
თვალები სტაფილოსფერი, ენა კუპრი შავშავი, ეკლები აქვს იისფერი, გეგონება ნარშავი. ვაიმე გრუფალო, მიშველე უფალო. გრუფალომ კი გაიხარა, ესაუზმე ძაქ არის. დაგდებ პურის ნაჭერზე და ბუტერბროდიც მზად არის. რაო, პურის ნაჭერზეო? რანაირად მაკადრე? მე ხომ მთელ დღეს შიშის სარცემ დიდებსა და პატარებს. წამომყევი გრუფალო და ვინც კი გზად შემომხვდება, დაინახა. თვალს რომ მომკრავს, რამ კვირცხლად გაქროლდება. შეცრუპენტელავ, ეგ ხომ სულადვილია. გამიძახი, წამოყვები, ვნახოთ რა შეგიძლია. ტყეში ცოტა იარეს და ხმა მოესმოთ ვიღაცის. გრუფალომ თქვა, ეს რა ხმაა? ხომ არ იცი ვინ არის? თაგუნიამ, გველს სალამი. რას სისწინებ, რა გინდა? გველმა ერთი კი შეხედა გრუფალოს და გაგიჟდა. დავიღუპე, თაგუნიამ, ვაი, ჩემს დღეს მოვკვდები. მოიკლაკნა და შეცურდა მორებში. დაინახე? თაგმა ჰკითხა. კიდევ მეტყვით სრუხარო? საკვირველი ამბავია, ადუდუნდა გრუფალო. ტყეში ცოტა ციარეს და ხმა მოესმოთ ვიღაცის. გრუფალომ თქვა, ეს რა ხმა? ხომ არ იცი ვინ არის? თაგუნია, ჭოთ სალამი. რას იძახი, რა გინდა? ჭოტმა ერთი კი შეხედა გრუფალოს და გაგიჟდა. დავიღუპე, თაგუნია, ვაი, დედა, რაღა ვქნა? ხმა ჩაუწყდა, აცახცახდა და ბუდეში შეკანდა. დაინახე? თაგმა ჰკითხა. კიდევ მეტყვით სრუხარო? საოცარი ამბავია, აბურტყუნდა გრუფალო. ტყეში ცოტა ციარეს და ხმა მოესმოთ ვიღაცის. გრუფალომ თქვა, ეს რა ხმა? ხომ არ იცი ვინ არის? თაგუნიამ, მელაკუდავ, რას კმუტუნებ, რა გინდა? მელამ ერთი კი შეხედა გრუფალოს და გაგიჟდა. დავიღუპე, თაგუნია, თავს ვუშველო, ვაიმე. გაქანდა და ბნელ სოროში შეიყურა მაშინვე. დაინახე? თაგმა უთხრა, ყველა როგორ გაიქცა? ოღონდ ცოტა მომშივდა და რა შევჭამო? დაიცა? გრუფალო ხომ არ ჩავშუშო ნივრითა და ბადრიჩნით, ქინძითა და ოხრახუშით, წიწაკით და პომიდვრით. პომიდვრითო? ვაი, დედა, არა, არ მინდა. შეტრიალდა გრუფალო და სულ ბაჯბაჯი წავიდა. ტყეში კაკლით საუზმობდა, თაგვი მართლაც მშიერი. თაგვი იყო მშიერი და კაკალი გემრიელი. მოგეწონათ ბავშვებო, მე ძალიან მიხალისე. როგორი მოხერხებული აღმოჩნდა თაგუნია, ხედავთ? ქოფი, შენ მოგეწონა? მე მგონი ქოფისაც მოეწონა. ბავშვებო, თუ მოგეწონათ ჩვენი არხი, მაშინ გამოიწერეთ და კიდევ გავაგრძელოთ ზღაპრების კითხვა. აბა დროებით. ზღაპრის გუდა.